ულოცავ ქართველ ხალხს მისმა ბრძოლამ, მისმა შემართებამ და თავისუფლების წყვილმა შედეგი გამოიღო და გილოცავთ. საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა განაცხადი გაეკეთებინა ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით თანაც. მინდა მიმართო დასავლურ სამყაროს, ჩვენ ვეთანხმებით პრეზიდენტ ზელენსკის და დიახ, ჩვენ შეიძლება არ გვყავს ღირსეული მთავრობა, მაგრამ ვართ ღირსეული მებრძოლი ერი. შეიძლება ჩვენი მთავრობა არ იმსახურებს თქვენს ლოიალურ დამოკიდებულებას, მაგრამ ჩვენ ქართველი ხალხი ვიმსახურებთ ამას. ამიტომ ვთხოვთ სრულიად ევროპას მიიღოთ ეს განაცხადი. საქართველოს ადგილი ევროპაშია. საქართველოს ადგილი ევროპაშია, მაგრამ ქართული ოცნების ადგილი არ არის ხელისუფლებაში. მაშინ, როდესაც ერთიანი, თავისუფალი სამყარო უმაგალითო ხარდაჭერას უცხადებს უკრაინას, მაშინ, როდესაც ევროპის პარლამენტი ფეხზე ამდგარი რაკადრების გუშინ ჩვენ ვიხილეთ და მთელმა მსოფლიო ჭარს უკრავს უკრაინის მებრძოლ პრეზიდენტს, მაშინ, როდესაც მოსწრენი ვართ მსოფლიო საზოგადოების არნახული კონსოლიდაციის და სოლიდარობის უკრაინის მიმართ, საქართველოს მთავრობა რუსეთის, ბელორუსიის და ყირგიზეთის კვალად საჯაროდ ესხმის თავს პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელ ხალხს. ქართული ოცნება ასევე თავს ესხმის უკრაინის თავარ მომლაპარაკებელს, მტერთან, თავარ მომლაპარაკებელს და აფხაზეთიდან დევნილს, ბატონ არახამიას და რუსების და კრემლის მსგავსად ბატონ არახამიას კრიმინალს უწოდებს. ეს არის პირდაპირ თავდასხმა უკრაინაზე და რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ და მსგავსი რიტორიკა არის არსობრივად ანტიევროპული. დღეს ჩვენ გავიგეთ, რომ თურმე ზოგიერთ ძალებს უნდათ საქართველოს ომში და სანქციებში ჩართვა. ამით შეეცადა თავის ხელისუფლების მხთალი და არაკაცური დამოკიდებულება საჯარო გაიხადა მორიჯეზე ბატონ კობახიძეს ქართული ოცნების მთავრობის სახელით. როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, ამორალური პოზიციის გამართლების ცდელობა ვიხილეთ ჩვენ სამწუხაროდ. ამაზე იყო საყდურები, რომ ზელენსკის მაგალითად ბელორუსიიდან არ გამოუწევია ელჩი. არ მიგვირს ბატონი კობახიძის და მისნაირებს, რომ გონიათ საქართველოსგან იგივეს მოელიან ჩვენი მეგობრები, რასაც ლუკაშენკოს რეჟიმისგან. განსხვავება არის დიდი, საქართველოს ითვლებოდა და ითვლება მეგობარ სახელმწიფოდ უკრაინელებისთვის, განსხვავებით ბელორუსებისგან, ლუკაშენკოს ბელორუსიისგან. ტყუილია, რომ საქართველოში ვინმეს ომი უნდა და სწორედ იმიტომ, რომ არ გვინდა, უნდა ვიყოთ დასავლეთის და ცივილიზებული სამყაროს გვერდით. პოლიტიკურ და დიპლომატიურ ასპარეზზე და არა რუსეთის მაჩანჩალა დანამატი, მიტოვებული და განწილული. კიდევ ერთხელ მიმართავ სრულიად ევროპას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვყავს ღირსეული მთავრობა, ჩვენ ვართ დიდი და ღირსეული ერი და ამიტომ მიიღეთ ქართველი ერის ბრძოლის შედეგად მოპოვებული ეს განაცხადი. ქვეყნის მშვიდობის და ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად. დიდი მადლობა ყველა საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც უკანასკნელი დღეების განმავლობაში აქტიურად, მშვიდობიანად იბრძოდა რუსთაველის გამზირზე. დიდი მადლობა თითოეულ ახალგაზრდას თუ უფროსი თაობის წარმოადგენს ამ ისტორიული შესაძლებლობის რეალობად ქცევისთვის. დიდი მადლობა.